კოლხეთი და რაზიგა, ეგრისი და აფხაზეთი. ასე იწოდებოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საზღვრებში მოქცეული ლიხსნიმერი ქართული სახელმწიფოები. მათი შუაგული ენგურსა და ცხენისწყალს შორის მდებარეობდა, ანუ ის ტერიტორია იყო, რომელსაც განვითარებული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ოდიში და სამეგრელო ჰქვია. პირობითად სამეგრელოს ორ ზონად იყოფა, რომელთაგან ჩრდილოეთ, ანუ მთიან მხარეს ლაკადა ეწოდება. ჩვენ ახლა სწორედ ამ მხარეში, ლაკადაში მოგზაურობთ. თავდაპირველად ხობის ზღვის სათავეებში, ლუგელას ხეობაში შევდივართ. აქ ბოლოსოფერი მუხურია, რომელსაც აღმოსავლეთიდან თავს დაცქერის ოსინდარეს წმინდა გიორგი. მაღალმთის წვერზე მდგარ ოსინდარეში ბოლო დრომდე იდგა ბერი, მაგრამ მას შემდეგ, რაც უღრან მთაში გზა მოწყდა, იგი დროებით მიუვალი და გამოკეტილი აღმოჩნდა. მუხურში ხუთი უბანია: თოლორდავების, კახარიების, ჩიქოვანების, ციρდავების და ცირამუების. განსაკუთრებით მშვიდი და ლამაზია ცირამოების უბანი, რომელსაც ქოყო ჰქვია. ლუგელას ხეობა სწორედ აქედან ვიწროვდება და ორსავე მხრიდან ჩანჩქერიან ხევებს იერთებს. სოფლის ცენტრში არა მარტო ეს ახალი ეკლესია დგას, არამედ მე-18 და მე-19 საუკუნეების მოზრდილი სამნავიანი საყდრის ნანგრევებიცა. ეს ნატაძრალი სასაფლაოზია. შეიძლება მუხურს ადამიანზე ადრე ფუტკარმა მიაგნო. აქაურ ფუტკარსა და თაფს ხომ მსოფლიო სახელი აქვს. მუხურიდან სოფელ ჯგალამდე და მის ახალაგებულ ეკლესიამდე ერთი ხელის გაწვდენა. აქედან უკვე ჭანისწყლის ხეობაში შევდივართ. მოდით გავიხსენოთ, რას ამბობს ამ ხეობაზე ვახუშტი ბატონიშვილი. ხეთას ჩრდილო დის ჭანისწყალი, წოდებული ჭერენჯიხის გამო. ვახუშტის ეს განმარტება ალბათ ყველაზე უკეთ ხსნის იმ თავსატეხს, რომელიც ტოპონიმ წარენჯიხას უკავშირდება და არაერთი ჰიპოთეზა არსებობს. მათ შორის ის, რომ წარენჯიხის თავდაპირველი ფორმა თითქოს წენდიხაა. ვახუშტის ვერსია იმით არის მისაღები, რომ მასში აშკარად ჩანს ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური ტომის სახელი ჭანი. დაახლოებით ამასვე გვეუბნება მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი,
რომელიც სამეგრელოში 25 წელი ცხოვრობდა. ამიტომ რაიონული ცენტრის წარენჯიხის ტოპონიმიკა ასეთ შეიძლება ახსნათ: ჭანთა ან წანთა სამკვიდრო საჯიხი, ანუ საციხი ალაგი, ჭან-ლეჯიხა. ამის დასტურია, რომ ამ შფოთვარე მდინარეს დღემდე შემორჩა სახელწოდებად ჭანისწყალი. წარენჯიხის ცნობილი ტაძრის მონახულებამდე ურიგვარი ხდება თუ მისგან სამხრეთით 5 კილომეტრში მდებარე ობუჯს ვესტუმრებით. აქ სოფლის დასავლეთ უბანში მაღალ ბორცვზე ჯერ კიდევ ფეხზე დგას დიდი სამრეკლო, რომელიც მე-13-მე-14 საუკუნის ნაგებობა უნდა იყოს. სამრეკლო დიდი მონდომებითაა აგებული. სამრეკლოს სამშენებლო მასალაც მსხვილქვიანი კირის დუღაბი და რუხი კუდის თლილი ლოდებია გამოყენებული. ფანჩატური 8 თაღითაა გახსნილი. პირველი სართული კი, როგორც ჩანს, მონასტრის კარიბჭე უნდა ყოფილიყო. გალავანი, რომელშიც სამრეკლო იყო ჩაშენებული, აღარ არსებობს. სამრეკლოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარა ეკლესია, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ქვიანი მიწაყრილია დარჩენილი. სამრეკლოს გაბარიტებიდან გამომდინარე უდავოა, რომ ტაძარი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. ობუჯის საგანძურიდან შემონახულია რაპიდი, რომელიც ევთიმე თაყაიშვილის თქმით, ჯერ კიდევ დიდი პატივით სარგებლობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სამეგრელოში მასთან, როგორც ხატთან, ისე დებდნენ ხოლმე ფიცს. როგორც ვარაუდობენ, სოფელს ამიტომ დაერქვა სწორედ ობუჯი, ანუ ოფუჩი, რაც ზანურად საფიცარს ნიშნავს. გიორგი ჩუბინაშვილის მოსაზრებით ეს რაპიდი მე-10 საუკუნეში მოღვაწე აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფის გიორგი მეორის შეკვეთითაა დამზადებული. რაპიდის ფრთებზე ქართული ასომთავრულით ვკითხულობთ. სახელითა ღვთისაითა, მე გიორგი მეფემან დავსხენ, ესე სამწერობელნი წმინდის ამას ეკლესიასა ქიაჩს სამოცველად სულისა ჩემისათვის. ღვთელნო, რაჟამ შევსირავდეთ ხორცსა და სისხლსა ქრისტეისა, ლოცვასა მომიხსენეთ. ამინ. წმინდა ღვთისმშობელო, მეოხმეყავ ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა მე გიორგი მეფესა. ობუჯის საგანძურიდან გადარჩენილია საცეცხლურიც, რომელიც ერთიან ფირფიტაშია გამოჭედილი და გარედან მოოქროვილია. საცეცხლის ფსკერზე შიგნიდან ქართული ასომთავრულით ისევ ვკითხულობთ. წმინდა ეკლესიაო, მეოხმეყავ მე გიორგი მეფესა წინაშე უფლისა. ეს საცეცხლურიც მე-10 საუკუნეში მოღვაწე გიორგი მეორე აფხაზთა მეფის დაკვეთითაა შექმნილი. პირველი წარწერა იმითაცაა საყურადღებო, რომ მასში ქიაჩის ეკლესიაა ნახსენები. არის მოსაზრება, რომ ეს ქიაჩი ოჩამჩირის რაიონის ის სოფელი ქიაჩია, რომელიც გერდის სიახლოვეშია. ვარაუდობენ, რომ მე-17 საუკუნეში ეს საგანძური აფხაზთა მოთარეშე რაზმებს გამოარიდეს და აქაურ ეკლესიაში დაასვენეს. სწორედ ტოპონიმი ქიაჩი უდევს საფუძვლად დიდი მწერლის ლეო შენგელაიას ფსევდონიმს ქიაჩელს. სავარაუდოდ ობუჯის ტაძრის დროინდელი უნდა იყოს წარენჯიხის მაცხოვრის დიდი ჯვალბუმბათოვანი საყდარიც, თუმცა ევთიმე თაყაიშვილი მას მე-11 საუკუნით ატარიღებს. სხვათა მოსაზრებით ტაძარი მე-13 საუკუნისა. საეკლესიო განძი წარენჯიხიდანაც არის შემორჩენილი, თუმცა იგი ობუჯივით ძველი არაა.
წარენჯიხის ეკლესიის უმთავრესი ღირსება მისი ხუროთმოძღვრება და მხატვრობა. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი დაასკვნის, ტაძარს თაღნარიანი გარშემოსავლელები მე-14 საუკუნეში მიაშენა ვამეყ დადიანმა. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ხელს უწყობს, რომ ეს თაღნარიანი სტოა ოქროსფერის შეფერილობის ქვითაა ნაგები, მაშინ როცა მთავარ ტაძარს უფრო მუქი პერანგი მოსავს. ნაგებობის აღმოსავლეთი ფასადი სამი შვერილი აფსიდითაა წარმოდგენილი. მათგან ცენტრალური აფსიდი ხუთწახნაგაა, გვერდითები კი ნახევარწრიულად მომრგვალებული. ვამეყ დადიანის შემდეგ ტაძარს ყველაზე დიდი ღვაწლი ლევან მეორე დადიანმა დასდო. ამიტომ იმ სამი ეკვდერიდან, რომლებიც საქმის ტოებშია მოწყობილი, განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ლევან დადიანის ეკვდერს დაუთმოთ. ეს ეკვდერი სამხრეთისა და დასავლეთის ტოების გადაკვეთაშია. ეკვდერს ორი კარი აქვს, ერთი მათგანი დასავლეთითაა და ეზოში გამოდის. მის თავზე არსებული მხედრული წარწერა თვით ლევან დადიანს ეკუთვნის და ეკვდერის აგების მოტივს გვაცნობს. მეორე და ძირითადი კარი დასავლეთ სტუაში გამოდის და ჩვენც აქედან შევდივართ. ამ კარის თავზე არსებული წარწერის ავტორი წარენჯიხელი ეპისკოპოსი ევდემონ ჯაიანი და მამა მაქსიმე მელიაძე არიან. წარწერა 1648 წლით თარიღდება. ამ ლაზარეხი ჩვენ შემოვედით ტაძარში და სადაც ძირითად დარბაზში შევდივართ, ეკლესიაში მანამდე აი დასავლეთის სტოვა არის და დასავლეთის სტოვა თავდება ეკვდერით, სადაც დაკრძალულები არიან ლევან დადიანი, ლევან მეორე დადიანი, მისი მეუღლე და შვილები. ეს არის მათი ეკვდერი და ეხლა აი წარწერა თუ არის აი წარწერა. აი წერიას ეპისკოპოსი, მე-17 საუკუნის ეპისკოპოსი ევდემონ ჯაიანს ლევან დადიანის ესე იგი აუშენებია ესა და მოუხატია კიდევაც და მისი თავისუფლებით ყოფილა. მე ეპისკოპოსმა წარენჯიხელმა ევდემონ ჯაიანმა დავახატვინე ეკვდერის კარი ჩვენის ხელმწიფის ლევან დადიანის საპრეგრძელოდ და კურთხევის ბატონის დედოფლის ნესტან დარეჯანის სულისათვის. დაიხატა კარი ესე დროსა და ჟამშია დიდი სახელმწიფისა დადიანისა, ბატონისა ლევანისა და ქორონიკონსა 336-ცა. ამინდა კირილე ლეისონ. დავწერე მე ესე წინამძღვარման საქმრის ამის მაქსიმე მელიაძისამა. ეხლა ჩვენ შემოვედით ეკვდერში, რომელიც ლევან დადიანის და მისი მეუღლის არის. წარწერას წავიკითხეთ კი ეპისკოპოს ჯაიანის, რომელსაც მოახატვინეს ეკვდერის. აი გამოსახული არიან, აქეთ არის ლევან მეორე დადიანი, იქით არის მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი, ეს ჭილაძეების ქალი ყოფილი და შვაში მათი ვაჟიშვილი არამედ ეს ალექსანდრია თუ მომჩალი არიციან, ეს არ არის თავი. ხელში ნახეთ ლევან მეორეს უკავია ეკლესიის მაკეტი, მაგრამ ამ ეკლესიის მაკეტის წინაპრაზე ხედავთ წამოწევია ეკვდერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზუსტად ამ ეკვდერის მებატონე თუ შედუპასია მისთვის არის ეს ეკვდერი აშენებული. აი საფლავის კვალი კიდე ნახეთ, აი საფლავის კვალი ძალიან საინტერესო წარწერა თითო ავტორები არიან ლევან მეორე დადიანი და ნესტან დარეჯანი. ისინი ამბობენ, რომ აი ეს ეკვდერიო ჩვენ რაღაც დაგრეული რაღაც გავაკეთეთ, ეს ფილა შევიძინეთ, დავდეთ აქ და ძალიან დიდი თხოვნაა მომავალი თაობებისადმი, რომ ხელი არ ახდონ და სხვა არ დაგძალონ აქ და მათ ძველს შევაწყობა არ მიაყენონ. აი ეს არის დანარჩენი მოხატულობა სულ მე-17 საუკუნე არის. მე-17 საუკუნე. ხო, აი აქ. აი ეგაც ეთქობა დადიანები არიან აქედან ხალხსაც გამოსახული. თვითონ დანარჩენი სცენებია და სახალხო სცენებია დანარჩენი.
ეხლა ჩვენ არაერთ ვიცხეთ, იცით? ჩვენ ვიცხეთ მე-17 საუკუნიდან. ეხლა შევართ შიგნით, ხათვარმა იქ არის მე-14 საუკუნიდან. ესე გაგვდა სიღრმეში შევიდეთ მე. კი. წავიდით. მე-17 საუკუნის მხატვრობას ძირითად დარბაზში ვხვდებით, მაგრამ აქ მთავარი მაინც მე-14 საუკუნის ფრესკებია და იგი იმდროინდელი ბიზანტიური სკოლის ერთადერთი შემორჩენილი დათარიღებული ნიმუშია ჩვენში. Այս მთავარი წარწერები აქ არის ბერძნული წარწერა, აქ ქართული წარწერა. აქ არის ზუსტად ნათქვამი, ვინ მოიყვანეს, რა მხატვარი იყო და როგორ შეასრულა. ისიც კი არის აღნიშნული, ვინ გაგზავნეს აქედან. აქერა კონსტანტინოპოლში ვინ გაგზავნეს, ისიც კი არა თქო. პატრონისა ერისთავისა და მანდატურ თუხუცესისა და დიანისა ვამეყის ბრძანებითა მოიყვანე კონსტანტინოპოლით მხატვარი კირმანოელ ევიენიკოს და დავახატვინე ეს ეკლესია შეწენითა ღვთისაითა, ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგნიდოს ღმერთმა ნამიმი. წარვეგზანეთ მაცხოვრისა შეწენითა კონსტანტინოპოლეს და მოიყვანეთ მხატვარი ესე კირმანოელ ევგენიიკოს, ჩვენ მონაზონესე მახარობელმა კვაბალია და ანდრონიკე გაბუსულოვა და ვევედრებით მაცხოვარს რათა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესამას განკითხვისას. მაშენებელთა გალატოსთა და ხელისუფალთა მზარეულთა ყოველთა შეუდგნეს ღმერთმა. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სტუათა მაშენებლისა და მხატვრობის ქტიტორის ვამეყი დადიანის ოჯახიც ყოფილა გამოსახული, მაგრამ თვით ვამეყის პორტრეტიდან მხოლოდ ხელია დარჩენილი. ოდნავ მოჩანს მისი ძის, უფლისწულ გიორგის სახე, ხოლო უფრო უკეთ დედოფალი მარეხი. მე-14 საუკუნის დაზიანებული ფრესკების ადგილი მე-17 საუკუნის მხატვრობის შევსებულა ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანის მეცადინეობით. ამას ადასტურებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტის ქვედა რეგისტრში არსებული ევდემონ ჯაიანის პორტრეტი და შესაბამისი წარწერა. უფალო იესო ქრისტე, ძელა და სიტყვა ღვთისაო, შეიწყალე წყალენჯიხი, ევდემონ ჯაიანს შეუნდოს ღმერთმა. უფალმა შეგინდოთ ყოველი ცოდვანი ტაძრის ამგებნო, ქტიტორნო, მეუფენო, განმაახლებელნო და შემამკობელნო, ცნობილნო მხატვარნო და უცნობნო გალატოზნო,
რამე თუ წალენჯიხის მაცხოვრის შობის საყდრის სახით დიდი სულიერების ტაძარი და მშვენიერი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ.